ახლა ჩვენ პროტესტზე და პროტესტის განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენთან ერთად ანა რიაბოშენკო და გიორგი კომახიძე არიან. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. 7 აგვისტოს ვიცით რომ იგეგმება ცოცხალი ჯაჭვის საოკუპაციო ხაზთან და თავისუფლებისთვის უკვე ნახეთ რამდენიმე აქცია აი ამ ლოზუნგის და აი ამ მოძრაობის ქვეშ იქნება ძალიან ჩართული ამ ყველაფერში. ანა მოდით მოგვიყევით რა ხდება 7 აგვისტოს ეს 17 წელი გადის აგვისტოს ომიდან და როგორ აღინიშნება ეს თარიღი? ხო, ეს 7 ძალიან სიმბოლურია, რომ რეჟიმი ცდილობს, რომ შეცვალოს ომის თარიღიც კი ჩვენი ქვეყნისთვის. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თელ ჩვენ საპროტესტო იმაში არ დაგვავიწყდეს ისეთი სიმბოლური და მნიშვნელოვანი თარიღები, როგორც არის პირდაპირ აგრესია რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად გვახსოვს ყველას ჩვენ პერსონალურ მაგალითებზე და ამაზე ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სიმბოლური ადამიანებმა ვიცოდეთ სინამდვილეში რა პატარა მანძილი არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან საოკუპაციო ხაზამდე და იმ მართლმხლართამდე, რომელიც ვიცით, რომ ეგრეთ წოდებული მშვიდობის პერიოდშიც კი, რომელიც უკვე 12 წელი გრძელდება თუ 13 წელი, რასაც გვეუბნებიან ოცნების მართველები, ეს მშვიდობის დროსაც კიდე მოდის და მოდის კიდე უფრო აქეთ შიგნით საქართველოს ტერიტორიას. სულ რაღაცა სიმბოლურად ახლობით 400 მეტრი არის ამ ზოლამდე. და ამიტომ ჩვენც მთის თემით და ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, სიმბოლურად ვებმებით თოქში, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს სინამდვილეში ის მანძილი, რა მანძილიც არის, რაც გვაშორებს ამ საოკუპაციო ზოლამდე და ეს საოკუპაციო ზოლი სინამდვილეში გადის უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში და ჩვენს რუსთავაზეც და ჩვენ თითოეულ ოჯახში. ერთი მომღერალი მახსოვს დასცინოდა ხოლმე წინა პრეზიდენტს, როცა მტერი 40 კილომეტრი შევამოვდა. დღეს ეს ფრაზა რაღაც სხვა ცინიზმით ველაპარაკება, არანაირ 40 კილომეტრი მტერი აღარ არის. როგორც ის მომღერალი სად არის შემძვრალი, ეგ კიდე სხვა თემა არის. როგორ ხედავთ თქვენ აი ამ 7 აგვისტოს 17 წელს 7 აგვისტოდან და აი ამ წელს დღეს გადაცემის მიმდინარეობაშიც ლაპარაკობთ, რამდენად შეცვლილია პოლიტიკური კონტექსტი ქვეყნის გარშემო და რაც თავარი ყველაზე მძიმე ქვეყნის შიგნით. ხო, ჩვენ ვემზადებით ახლა რომ წულუკენის კომისია დასკვნას გამოიტან, სადაც საქართველო იქნება დადანაშაულებული. ამიტომ ეს კონტექსტი იმსახურებს აღნიშვნას. კი, ომი ძალიან დიდი ხანია, 17 წელზე ბევრად დიდი ხნით ადრე დაიწყო რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ. ამ ჩვენი პერფორმანსით გვინდა რომ ეს მანძილი ვანახოთ, რა მანძილი არის და ფაქტიურად ჩვენთან არიან 2-3 დღის წინ ვიყავი ჩასული და რო ვიკითხე იმ ადგილას რომ აი ცოტა რომ მივიდე თითქმის აი ამ საოკუპაციო ხაზთან რა მოხდება, ნუ შეიძლება გესროლონ ან გაგიტაცო. ყავს აქვე და სამაგიეროდ პირიქით ვაცხადებთ რომ ოკეანის მიღმა deep state-ი გვებრძვის და მტერი იქ არის და ამ დროს აქვე ყავს. და ნუ მაშინაც როცა დაიწყო ეს ყველაფერი, რამ გააჩერა ხო, ნუ გააჩერა იმა რომ თორწლები 5 პრეზიდენტი დადგა რუსთაველზე და ამერიკული გემი დადგა ჩვენთან და მაგის მერე გაჩერდა შეუშალა ხელი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მე მაგის შემდეგ გრძელდება ეს ყველაფერი და ეხლა მიდის ბრძოლა ის ვინც ხელი შეუშალა რომ ჩვენ არ ვართ მთელი ქვეყანა ამ წუთას ოკუპირებული, გვებძით იმათ და მტრად ვაცხადებთ იმათ. ჩვენ ასევე ვიცით რომ სხვა ჯგუფები შემოგერთებიან ხო და ეს დიდი მსვლელობა იქნება ზოგადად 7 აგვისტო ჩვენ პოლიტიკურ თემას თავის კალენდარი აქვს ხო და ვიცით რომ აი რაღაც აგვისტოს დასაწყისში და საზაფხულო არდადეგები ყველას უთქება და 7-8 აგვისტო არის ის ბოლო ყველაზე აქტიური დღეები, ამიტომ ელოდებით ვარ ბევრ ხალხს მათ შორის და უფრო დეტალურად რო თქვათ ვინ სად უნდა მოვიდეს თუ შემოერთება უნდა. კი, რა ანუ პირველი რაც გვაქვს იმისთვის რომ უფრო ადვილი იყოს მოსასვლელად, ვიკრიბებით 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. და ჩვენი რეალურად მანქანებით ვიქნებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბიუჯეტი არავის არ აქვს ახლა ამ სიტუაციაში და ჩვენით მობილისტებით. იმ მანქანებიც არ დაგიყადაღონ, ფრთხილად იყავით. რა გავაკეთე? ქვეყანა თუ გაქვს დაყადაღებული, უკვე მანქანაზეც და საერთოდ არაფრის მომავალი არ გვექნება. ამიტომ არდადეგებზეც ძალიან სკეპტიკურად ვიყურებ, იმიტომ რომ არდადაგების მერე შეიძლება ქვეყანა აღარ დაგვრჩეს. ამიტომ შარშან უკვე ვნახეთ რა სავალალო შედეგი იყო, როდესაც მთელი აგვისტო ვისვენებდით და ამიტომ არ მგონია რომ ძალიან სახარბიელო იყო ჩვენთვის წელს დასვენება და რაღაცა პრინციპულობა და მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ
აი 11 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც დავიძრებით კოლონით უკვე უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გავაკეთებთ ამას საგუშაგოსთან ახლოს, იმიტომ რომ ამ აქციის თვითმიზანი არ არის დაპირისპირება ან სასაზღვრო იმასთან, ან რომელიმე ჩვენს თქვათ ჯართანაც, ან შშს-თან. აქ არის სიმბოლური დატვირთვა, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს რამხელა რამდენად მოკლეა რეალურად ის მანძილი და რამდენად ახლოს არის მტერი ჩვენთან. ზუსტად იგივე რაოდენობის ხალხი და ზუსტად იგივე გადაბმული ამ თოკით ისევ ვიქნებით უკვე მერე გმირთა მოედანზე საღამოს და ისევ წინ წავემართებით მარშის წინ დავდგებით რუსთაველზე, რომ ეს ტერიტორია და ეს მანძილიც ნახოს ადამიანს. და ძალიან გვინდა ისევ და ისევ რომ ამბისარგებლოთ ამ ერთ-ერთს და ისედაც მოუწოდოთ ყველას, ვინც აპირებს წამოსვლას, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავი პროვოკაციებს, იმიტომ რომ ეს არ კეთდება პროვოკაციებისთვის, ეს კეთდება უბრალოდ ჩვენი სიმტკიცისთვის და ჩვენი პრინციპით. გიორგი, ერთი წუთი დაგვრჩა და თქვენც რომ მოუწოდოთ ადამიანებს რომ შემოგერთნით, თუ გინებავთ. დიახ, ამ ყველაფრით ჩვენ გვინდა პირველ რიგში პატივიცეთ ჩვენ გმირებს, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის და საკუთარი თავი შეწირეს და პლუს ეხლა როგორც ანიმთქვა არის სიმბოლურად ვანახოთ ეს მანძილი, სად დგას მტერი, ყავს აქვე სახლში და რა მანძილითაც შეგვიძლია მერე რუსთაველზე ანალოგიურად გავიმეოროთ ვანახოთ ეს იგივე მანძილი პარლამენტთან, რა მანძილიც არის მაქსიმალურად კანცელარიდან პარლამენტამდე, ამ მანძილში გვიყენია ავტობანიდან საოკუპაციო ხაზი. გასაგებია, მადლობა ძალიან დიდი ანა რიაბაშენკო და გიორგი კომახიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. ანა, იმედია საბოლოოდ როდესმე თქვენს გვარს ყველაზე სწორად წარმოთქონ და ეს იქნება ჩემთვის რაღაცის ტესტი. დაგემშვიდობებით წარმატებები.